ჩემმა შვილმა მინდა დაინახოს თავის მშობელებში ის საუკეთესო ადამიანი, რომელსაც მე მომდება რომ ემსგავსო. იმიტომ რომ მე მაქვს ეგ ყველაზე დიდი და წონიანი ამ ქვეყანაზე თუ ვისაც ვინმეს ვიცნობ მართლაც მამა ჩემი. სიამოვნებს და მდიდრდები, როცა მე მას რაღაცას ვუზიარებ და არ არის ისეთი მამა, რომელსაც ჩაჭიდება ჩვევი მახსოვს და ჩემს ცრემლები მოდიოდა, როცა მამა ჩემი მე და ჩემ მეუღლეს გვაძალებდნენ, რომ ეხა დროზე გადადით სხვაგან საცხოვრებლად. განა იმიტომ რომ ჩვენ პრობლემური არა, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ და მოვკიდე მენატრებოდა ხოლმე მახსოვს ბავშვობაში, რომ ძალიან მიყვარს მამა ჩემი, ძალიან თბილი კაცია და დიდი მონატრება მქონდა ხოლმე, ცოტა ხნითაც კი რაღაც ეს ვიზიდულობა მიჩნდება. ყველა მამას უნდა უნდოდეს, რომ თვითონ იყოს დარიელი ავთანდილი თავისი შვილისთვის. და ამით თვითონაც გაიზრდება რა გასწავლა შვილმა კითხვის. და შვილსაც ალბათ უკეთეს გაზრდის. აუსავ იმ კითხვას, რომელსაც ყველა მუსიკოს ვეკითხები, ვისთანაც შეხება. ვიცოდი რომ მაგ კითხვას დასვამდი, მოვიდა მაგის დრო. რატო არ არის სიმღერები მამაზე? აი ჩაკრულოს ბევრი ვარიანტი, შვილი მამას ეუბნებადან დაწყებული ბევრი თემაა, სადაც მამა ანახსენ. ხალხურ სიმღერაში გვაქვს. მამის სიამოვნება არ არსებობს, ხო? რამდენად არიან დაინტერესებულები პატარები, ახალი თაობა რამდენად ინტერესდება ქართული ხალხური სიმღერა. ფრაზები ჟღერს ხოლმე, რომ ხალხური სიმღერით უნდა მოწამლო. კი არ უნდა დააძალო, კი არ უნდა ამეცადინო და კი არ უნდა აი უბრალოდ უნდა მოწამლო, უნდა გაუჩინო ამის სურვილი. ანუ მე ხალხურ სიმღერას არ დავიწყებდი, ჩემი მეგობრების დაკარგვა რო არ მდომოდა. ისინი რო არ დამეკარგა, იმიტომ ვიმღერე მათთან ერთად. დარწმუნებული და აი ვინ იტყვის იმას, რომ დარწმუნებულია და სრულად ხედავს ხასანბეგუროს და ჩაკრულოს ფენომენს. ამის თქმელი კაცია, ან უტვინოა, ან არ ვიცი. ამას მეც ვერ აფხაზურ სამოს რო შეხედავ და ქართულ სამოს და მე სხვა ქვეყნების სამოსებს მიხვდები ვისი კულტურის რა ნაწილია და ვისთან უფრო დიდი დაძმობა და ერთოჯახო. რა რეაქცია ექნებოდათ უცხოპლანეტელებს, როდესაც მოისმენდნენ ჩაკრულოს? რაღაცა ნაწილში ეს ბანი მე ვარ, თავარი მთქმელი ალბათ შვილები არიან და მეუღლეა ის პირველი ხმა, რომელიც ყველაზე მეტად ამშვენებს ამ გარემოს. გავედით ბიჭებო ბოლოში.